მოგესალმებით. როგორც მოგიხსენებათ, ახლახან დამთავრდა საერთო განცხადებები თურქმენის პრეზიდენტის და საქართველოს პრემიერ-მინისტრის. ჩვენ განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ შუა აზიის ქვეყნებთან ურთიერთობების გაღრმავებას, მათ შორის თურქმენეთთან, სადაც 24-მდე სხვადასხვა დოკუმენტს, მნიშვნელოვან დოკუმენტებს, მემორანდუმებს მოეწერა ხელი და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყველა სფეროში თანამშრომლობა და განსაკუთრებით ეკონომიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფელი თანამშრომლობა, რომელიც გაგრძელდება და ვფიქრობთ, რომ ჩვენი ბოლოდროინდელი ალბათ თქვენთვის ყველასთვის შესამჩნევი ადვილად ურთიერთობა აზიის, განსაკუთრებით შუა აზიის ქვეყნებთან სწორედ ამას ემსახურება და ემსახურება საქართველოს ყველა მხრივ და შემთხვევით არ ვამბობ ამას დამოუკიდებლობის ხარისხის გაძლიერებას და პოზიციების გამყარებას რეგიონში. ახლა დავუდგებით თქვენს კითხვებს და გიპასუხებთ სიამოვნებით. სოფო ბერძე, ტელეკომპანია იმედი. ჩემი პირველი შეკითხვა სწორედ თურქმენეთის პრეზიდენტის ვიზიტს შეეხება. თურქმენეთი შუა დერეფნის კონტექსტში არის საკვანძო ქვეყანა. აი ამ ნაწილში რამდენად მნიშვნელოვანი არის ამ თანამშრომლობის გაფართოება, იმ ფონზე, როდესაც საქართველო ამ დერეფნის განვითარებისთვის ბევრ რამეს აკეთებს ინფრასტრუქტურულ ნაწილში. ამ ორი დღის განმავლობაში ბევრჯერ იყო ნახსენები შუა დერეფანი. ამ მიმართულებით თანამშრომლობაზეც რომ გითხრათ. შუა დერეფანი დაკავშირებადობა, სატრანზიტო დერეფანი ასევე, ეს არის ის სიტყვები და ტერმინები, რომელიც ძალიან მოკლედ ასახავენ რეალობას, რომელიც საქართველოს გავლით სავაჭრო ეკონომიკურ სფეროში და სატრანზიტო უზრუნველყოფის სფეროში, სხვადასხვა ეკონომიკურ საკითხებთან მიმართებით არის ძალიან მნიშვნელოვანი. მართალია მაგალითად წინა დღეებში ეუთო საპარლამენტო ასამბლეას ეგონა რომ გეოგრაფიიდან საერთოდ უნდა გადაეშალათ საქართველო, მაგრამ საქართველო არის იქ, სადაც არის და მის გარეშე ამ სფეროში საუბარიც კი წარმოუდგენელია და საქართველო ყოველთვის შეასრულებს განსაკუთრებულ როლს და მისიას შუა დერეფნის ნებისმიერ საკითხში. ნებისმიერ საკითხში ის არის სატრანზიტო ქვეყანა და ეს ისტორიული და გეოგრაფიული მისია მას ყოველთვის ექნება და ყველას მოუწევს ამის გათვალისწინება. ჩემი შემდეგი შეკითხვაში. თქვენ პირდაპირ ეთერში სამართალდამცავი უწყებების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს უსმენთ.